მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, კიდევ ერთხელ იუთუბელებო, კეთილი იყოს თქვენი შემოგზანება აქ ჩემ არხზე. და ეხლა ვნახოთ რა კარგ ცვლილებებს მოგიტანთ მარტის თვე პირად ცხოვრებაში, ანუ რას უნდა ელოდოთ პირად ცხოვრებაში, ხო? ორ ვარიანტზე გავაკეთებ, უცებ, ჩაიფიქრეთ პირველი ან მეორე, ან უყურეთ ორივეს, შეიძლება ორივე პასუხი რეზონირდეს. ნახოთ რა პირად კარგ ცვლილებებს მოგიტანთ გაზაფხული მარტის თვე თქვენ პირადში. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. თუ დასამატებელი იქნება, დავამატებ. პირველ რიგში ამოვიდა ის, რომ დაცლილი ხართ ახლა, ბევრს პაუზა აქვს ურთიერთობაში, ან რაღაცას დარდობთ, ან რაღაც კონფლიქტური სიტუაცია, მოკლედ, აი გამოცლილები ხართ რაღაცნაირად, ხო? პირველი ვარიანტი, აქ მოქმედების კარტი ამოდის, ცვლილება შეიძლება იყოს კარგი, ანუ როგორი ნახეთ, მოქმედება. და თქვენზეა ძალიან ბევრი რამე დამოკიდებული. მოდით დავამატოთ პირველ ვარიანტს კიდე დავამატოთ კარტი რა მოქმედებას გულისხმობს და მოქმედებას იმას, რომ აი ეს ბოლო პერიოდი რაღაც ჩაკეტილობა გქონდათ პირადში და შეიძლება გამოსულები ხართ უკვე აი ამ ჩაკეტილობიდან, რაღაცა სიტუაცია მდგომარეობამ ჩაკეტათ, ფინანსებზეც იყო პრობლემა, კრიზისული სიტუაცია შეგექმნათ და მუშაობდით ძალიან ბევრს, რის გამოც ენერგო გამოცლილები ხართ. მაგრამ მარტის თვიდან მოქმედება ჩანს და ჩანს ადამიანი, მამაკაცი, შეიძლება ახალი, შეიძლება ისევ ის, ყოველ შემთხვევაში მოქმედება გიჩანთ, ანუ აღდგენა მოდის ენერგიების და ახალი ადამიანის გამოჩენა. თუ ძველია, შეიძლება ძველი ადამიანი იყოს და ხელახალი, ახალი სიტუაციით, ახალი დასაწყისით მოვიდეს, ხო? ყოველ შემთხვევაში, ანუ დაბრკოლებები გქონდათ ძველთან, აი ჩანს აქ პირადში რაღაც დაბრკოლებები. კარგით, ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი. აბა რა მოვიდა პირადში მეორეს. მეორე ვარიანტს აქვს ძალიან დიდი ჩაკეტილობა პირად ცხოვრებაში, როგორც ბედის, ასევე პირად პარტნიორთან შეიძლება უთანხმოებაც გაქვთ, შეიძლება არც გაქვთ ურთიერთობა და ჯერჯერობით აი ესეთი დარტყმა, დარდი, ნერვიულობა, ის ტკივილი ჯერ არის, მაგრამ ნახოთ, აბა გაგივლით აი ის რაღაც, ხო? კი, ახალი დასაწყისი გელოდებათ, როგორი იქნება ეს ახალი დასაწყისი? გზასთან დაკავშირებული